გამარჯობათ დილამშვიდობის როგორ ხართ რა ფერ ხართ მოგესალმებით სრულიად აწეწილ და წეწილ ტერიტორიიდან ყირაზეთ ყველაფერი და თმები გავიშრე ფეჩთან და აი იცი როგორ ამაქვს აი ცოცხი და რო ჩავუხალ ადამიანს ზუსტად მასზე ეხლა ფიქრობ რა ვუყო არც და მივარცხნე ისე გავიშრე ნახეთ რა მდგომარეობაში ყველა ეს ასაცილო რა არის მე რო აქ რომ მეშვირება ხოლმე ხო იცი ეხლა ეგ ნახეთ აი ანუ ამას ვერაფერს ვერ ვსწავლ ამიტომ მოდი დღეს ამას გამოვიყენებ ამას ძალიან ეს ძირითადად ბარბარე ხმარობს ხოლმე იშვიათად ოღონდ რა მაგრამ მეც გამოვიყენებ რამდენად გავისწორებ არ ვიცი ოდნავ რა დღეს არ მუშაობ რას მიგავხალყლოთ ივანე ცოტა ჩაუწიე რა გუშინაც დაახლოებით 6-ისთვის წამოვედი დაახლოებით იქიდან არ იყო ისეთი საქმე არაფერი და წამოვედი ხო და დღესა არ მივდივარ არ წავედი არ არის ისეთი ხვალე წავალ მე მგონი ხო და გუშინი მივწერე ექიმს ამ კვირაში უნდა წავიდე და ანუ შემეძლო დღესაც წავსულიყავი მაგრამ დამეზარა ერთია და ესა 5-დან 13-მდე უნდა მივიდე და 5-ია დღეს და უარ გავუვარდები მართლა რა ხო და თან მე უნდა წამეყვანა ბარბარეც რომ ვუყიდო აზიურები იქიდან რომ გამოვიდა იქიდან ზუსტად არ ვიცი რა დროს გამოვალ მე რა დროს ვიშოვი აზიურებს რომ ვიყიდო ბარბარეს ზომა იმედია ისანზე კი არა და ვარკეთილში სადაც არის ხოლმე იქნება და აქვს ცეკვა ხო და შესაბამისად შეიძლება ვერ მომესწრო და კიდე იცი რა მინდოდა რა ქვია კაცო იმას ბარბარესო წავიყვან მეთქი და რო წავალთ ისე დროს მინდა წავიდე თან რომ არ კონდეს ცეკვა ნუ ერთი ის რომ არ ვიჩქარო და უი ჰაი ჰუი და მეორეც მინდა რომ ამინდი იყოს კარგი დღეს გუშუანგრევდა ღამეც კი მზე არის მაგრამ ცივა გაყინულია გარეთ რაღაცები ყინვა იყო იალნოზე ისე თოვლია და ის თოვლი მოქონდა გუშინ და შესაბამისად როდესაც იალნოზე თოვლია ჩვენთან ცივა ხო და ხა ცივა რამისა შეგინდა რამე ჩავიცვა ხო და ამინდი კი არა დღეს მზიან მაგრამ ცივა რა და მაგიტომაც არ მინდოდა ძალიან მიყვარდა ხოლმე თავისუფლება და რუსთაველზე სიარული და სეირნობა აი უზომოდ მიყვარდა ხოლმე რა აი ან რუსთაველზე ამოვიდოდი და თავისუფლებისკენ მივდიოდი ან თავისუფლებაზე ამოვიდოდი და რუსთაველისკენ მოვდიოდი ხოლმე აქეთ ზემოთ სწავლის პერიოდში აი რა დროსაც არ უნდა დავამთავრებდი ჯერ ხო რუსთაველზე ვიყავი ხოლმე დაახლოებით 3 წელი კი მესამე სრულდებოდა რომ მე სეუმ თავისი კორპუსი რო ააშენა მაშინ ბოლო წელი დავამთავრეთ სეუს ახალ კორპუსში ეხლა რო არის ავლაბარში კი არა და სამას არ აგველებდე ხო ეგორი ისევ ბეშლებ ხო და რა დროც არ მაყოფილიყო მოკლედ გავდიოდი მაინც და ერთი ასეირნებას ვაკეთებდი ან ჩასეირნებას ხოლმე და ძალიან მომენატრა ეგ ხო და მომენატრა კიდე ლაღიძის
ნაღების ლიმონადი. ხშირად არ შევდიოდი ხოლმე, მაგრამ როცა შევდიოდი, რაღაცნაირად მყუდრო გარემოს ვგრძნობდი და მეთქი წავიყვან ბარბარეს, აქ გავისეირნებთ და ლაღიძაშიც შევიყვანთქო, აჭარულ შევჭამთ. ხო და თან ძალიან მიყვარს რუსთაველზე გამოფენასთან, ვაიმე, 100 ჯერ ავივლი და ჩავივლი იმ ადგილას, 100 ჯერ კი არა 1000 ჯერ. ხო და რადგან გარემოება მხელი ვერ შემიწყო დღეს და თან ეხა მართლა ესა მართლა ხო არ გაუვარდებოდი რა და დღეები მომწერა ექიმა როდის უნდა იყოს, რომელ დღეებში მუშაობს რა, ვარკეთილის ფილიალში და ამიტომ ორშაბათს წავალ. იმიტომ თან ბაკურიაში მედიან უკვე ბავშვები და აზიურები აუცილებლად სჭირდება. და თან რაღაცნაირად გავახაგძლივ, 1-3 დღეც მეთქი იქნებ სქესი გამოჩნდეს. ივანეზე სქესი არ ვიცოდი. ისე დაიბადა, რომ ეხოსკოპიაზე რომ შევდიოდი, ლადო კახაძესთან დავდიოდი 3-ვეს. ხო და რომ შევდიოდი, მეუბნეოდით, რომ ის ფურცელში რაშიც ამ ყველაფერს წერს, არავითარ შემთხვევაში არ შეეწერათ სქესი. ივანე ისე დაიბადა, რომ არ ვიცოდი გოგო იყო თუ ბიჭი. და ფიქრობდი, რომ ბიჭის შემთხვევაში მეც დალაშოც, სახელებზე იმდენად დავემთხვიეთ ყველანაირად, მე რო ჩემთვის ფიქრობდი დალაშა თავისთვის, მე აღმოჩნდა, რომ ერთნაირად ვფიქრობდით. ანუ არა გქონია რა, მე ისმინდა, შენ ისმინდა, არანაირად. ხო და ვიცოდი, რომ თუ ბიჭი იქნებოდა, უნდა იოანე დამექმნინა და თუ გოგო იქნებოდა, აუცილებლად ბარბარე. შესაბამისად გაჩნდა იოანე. და ბარბარეს სქესი გავიგე კი. ძალიან მაგრად მაინტერესებდა ბარბარეს სქესი გავიგე და რადგან პირველზე თქმული მქონდა, რომ უნდა ბარბარე ყოფილიყო, მეორე იყო ბარბარე. თუმცა ბარბარე დაიბადა 31 მაისს, ნინოობის წინა დღეს და ექიმებმა მითხრეს, რომ რამდენიმე წუთითო თუ იმითო საათითო გადაგიწევთო და ნინო დაარქვი. მე კიდე იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ბარბარე უნდა ყოფილიყო და ნინოობას არ დაიბადა. ეხლა ორ დავარქმევდი ნინოს მაგივრად ბარბარეს. ხო და ასე გაჩნდა ბარბარე. და ნინო რო დაიბადა, სახელი არ ვიცოდით რა უნდა დაგვერქმევდა. საერთოდ არ ვიცოდი ბავშვს რა უნდა დაგვერქმევდა. საერთოდ ხან რა ვიფიქრე, ხან რა, ერთ გადაწყვეტილებაზე არ მივედი და სამშობიაროში ლაშა მითხრა, რომ მოდიო ნინო დავარქვათო. ჩემს დედამთილს ქვია ნანი. არა, უბრალოდ ქვია ნინო, მაგრამ ცხოვრებაში არავის არ დაუძახია ნინო და ეძახდნენ ნანის. არ ვიცი რატო. ხო და დავარქვათო ნინო. დავარქვით ნინო. ეხლა რაც შეეხება. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ არის გოგო. ანუ არ მეფიქრება საერთოდ, ნინოზე ვიყავი მსგავსად. სულ მეუბნეოდნენ, რომ იყო ბიჭი. აუცილებლად ბიჭი. აი საბუწყულები როგორ მოვაშორე. ხო და ყველანაირად მეგონა სანამ ეხოსკოპიასაც გავიკეთებდი, რომ ნინო იყო გოგო. და ეხოსკოპია რო გავიკეთე. ხო და დავწუნდი და იმის მერე ორი ზედიზედ ეხოსკოპია კიდე თუ 3 დამჭირდა და იყო ნინო, იყო გოგო, უბრალოდ. და გამოთვლები რო იციან და რაღაცები, ხო იცი, მაგრამ 3-ვეზე ვიყავი სამშობიაროში არამიაში. ეხლა დაკეტილია როგორც მითხრეს. ხო და იქ ვიღაცა დიდი ექიმი ამოიყვანეს, მსუქანი ქალი იყო და მეო გამოთვლებიო ვიციო და შენო ველოდები ახლა ბიჭსაო რა რაღაცები მკითხა და მეთქი გოგოა. შენ მასწავლიო. არასოდეს არ შევცდარ და არიო ბიჭიო.
იმდენად ეჭვებში ჩამაგდეს, რომ გეფიცები მეგონა რომ უკვე ბიჭი იყო. არა და მთელი ის თვეების მანძილზე შეცდომა კი მოსდის ეხოს, დღემდეც მოსდის შეცდომა, მაგრამ მაინც. დაიბადა გოგო და ანუ ჩემთვის ეხა სქეს და ვაიმე ბიჭი არ იყოს, არა. უბრალოდ რო იცი რომ გოგოა და გეუბნები ბიჭი ცოტა უხერხულია და დედამ ქალს რა მოუვიდა იცით? ვაიმე. ცხოვრებაში არ შემშლიო ეს რა დამიმართა. რავი, შეკაი ადამიანო, კი გამიხედე გული და აი ეს რანაირად უნდა, რანაირად დიდი ხანი არ მინდა რომ გამიჩერო. ეხლა აი ხო გეუბნები შეგრძნება მაგ რო არის ბიჭი. საერთოდ არ მგონია რომ არის გოგო. საერთოდ. ანუ იმდენად არ მგონია რომ საერთოდ არ მეფიქრება გოგოს. აი საერთოდ. და რაღაცნაირად აი მთელი გულით, მთელი სულით, მთელი არსებით მგონია რომ არის ბიჭი. და არის გაბრიელი. აი მგონია. არ ვიცი რამდენად ეს შეგრძნება, რამდენად გამიმართლებს. ნახოთ, ამიტომ მეთქი 2 და 3 დღეც რო გადავწიო იქეთ, უფრო კარგად გამოჩნდეს. შეიძლება არც არაფერი არ გამოჩნდეს, მაგრამ ჩემი ვცადე რა მოკლედ. ნახოთ რა იქნება. თავარია მგელი არ იყოს, ხო იცით ეგ ამბავი? ანუ ვაიმე და გოგო არ იყოს, არა, რა სისულელე. არც ერთი არ ქონია სქესზე, ვაიმე ნას კი გამომედო სათხოცას ხალხო ფეხი გამეჭედა. არც ერთი არ ქონია ეგ მომენტი რომ ბიჭი მინდა გოგო მინდა. აპაპაპ. ხო და აი თუ გოგო იქნება, რაც მგონია რომ სადღაც 1%-ია. იმდენად დაწუნებული ვარ რომ ბიჭია. აი მე ვიფიქროთ სახელზე. მე მგონი არა უშარო ცოტა უშველა მე უთომ არა? ხშირად არა უხმარობ კი არა და რავი ზოგადად არა უხმარობ ამას. მაგრამ წეღან ის დამეზარა. რო გამეშრო ამ ფენით ან დამევარცხდა და ისე მაინც გამეშრო. აი ესე მქონდა და ესე ვშვებოდი და გაშრა კიდეც ისე რომ ყური არ დაიჭირო. ეს ხوار გამოვთექა. აქეთ ხელით უფრო კარგავ შვები. ეს თვეც მალე გავა. იცი რა მეზარება სამსახური. აი რაღაცეთ მიხარია რომ ამინისტია მეხება და აღარ უნდა მუშაო. და სახში სავარაუდოდ დღეს რო ხარ და ხვალ არ ახარ ხო იცი და რომ ვერ ვასწრებ ხოლმე რაღაცებს, ეგ მომენტი აღარ მექნება და ყველაფერსაც მოვასწრებ ნელა. არსად წასასვლელი, არსად გასაქცევი. დღეს გარდირობის გადმოყრა მინდა. კანსაცმელის დახარისხება, იმიტომ რაღაცებს აღარ ვიცმებ, დისკომფორტია ჩემთვის და ეგენ უნდა გადავარჩიო. არ უნდა გადავყარო, უნდა გადავარჩიო. აი ეს ადგილი ვერ გავასწორე. ხანაკიდა, ხანიკიდა. ამ ადგილზე რო არ მიქნია, არ უნდა უკანა მხარეს. აი გეყობა. ამაში მე ვიცი.
60 ლარი როგორც მახსოვს. სუკანი. სად არის სამართლა? ხვალეთ და ზეგ უკვე ცხიმიანი მეჭრება თმა. იმიტომ რომ ცხიმიანი მაქვს. ძალიან არა, მაგრამ მაინც. ეხლა მით უმეტეს სადმე რო წასვლას აპირებ, ეს ბუწკები უნდა ამით დავიმაგ. აღოდ ვიკრავთ. ეს აქეთ. ეს ყურზე. ესეც აქეთ. ესეც ესე გამიშრა. შეძლების დაგვარად. ეხლა ტრადიციულად რასაც ვაკეთებ ხოლმე დილაობით ძაღლებს და კატებს ვაჭამი. მარტო დამჩა ქათმები. დავისვათ მინდა, მაგრამ ახლა საქათმეში სიაშევდი ვარ. შეიძლება ინდაურმა დამიწუდოს. დღეს აი ეს მაქვს გეგმაში, თუმცა თან ვფიქრობ, რომ რას ვუყურო ამას ეს რო დავაუდო. წინაზე იმას ვუყურე. ეს შერეფის სიზმარს ხო ვუყურებ ხო, მაგრამ ეხა არ არის გახმოვანებული, ჯერ ახალი მე მგონი. დღეს ხო ხუთშაბათია, სადაც პარასკევობით იდება ხოლმე. ხო და წინაზე ვუყურე მაგით და ეხლა ვფიქრობ, რას ვუყურო იქ. იცი რა მიხარია კიდე? სადღაც მარტისკენ მარტის ბოლოს, აპრილში ვიწყებ საროჭკებს. უკვე მომწერეს ბევრმა, როდის მოვიტანოთო, ვიწყებ პომადა. მაგრამ ისა, როცა წენის ამოღება გიზარება, ეს ყველაფერია. ხო და აბა ვინ გამოიცნობს, რას ვუყურებ ხოლმე და ეგ მიხარია, რომ ეგ დრო მოდის. რას ვუყურებ ხოლმე საროჭკების ხატვის დროს. ერთი სული მაქვს დავიწყოთ. ერთი სული, ოღონდ ტრადიცია. ორ სერიალს ვუყურებ ხოლმე, ჯერ პირველს, მერე მეორეს, თუ ვერ ჩავეტიე ხოლმე და ძირთად ვერ ვეტევი ხოლმე. ხო და აბა რას ვუყურებ ხოლმე. ერთი სული მაქვს, ეს თებერვლის 5-ია, ხო? ძალიან მალე გავა ეს თვეც, 3 კვირაში უკვე გავა. გაიხო ცოტა მეტი და ერთი 7 კვირაღად დავჭა. მერე დღე დავიწყინებ, ღამე ვიმუშავებ. ან რაღაცა იქნება, იმიტომ რომ ძირითადად ღამე ვხატავ ხოლმე. ჯერ ის რომ არავინ არ მოძრაობს და არავინ მეძახის, არავის შია, არავის წყურია და ასე შემდეგ. მეორე ის რომ ანუ არ მიყვარს რომ ვმუშაობ და იმ ოთახში ვინმე მოძრაობს. მესამე ის რომ ლაშას კომპიუტერიდან ვაკეთებ ხოლმე, ანუ დიდი ეკრანი მაქვს ხოლმე გახსნე და იქიდან ვიხატავ. და ამის ძალიან მაგ კომპიუტერს, იმიტომ რომ დღეს სკოლაში აქვს წაღებული და მაგის გამო ხოლმე რა და ძირითადად მივეჩვი ღამის წყნარეში ხატვას. ასე რომ წავედი ახლა. რასა გავაქავრებ ვაიმე? აი ესე ხო შეიძლება კეთდებოდეს. ჩავიცმოხეთ შემხალად, პირველ საერთოდ გავუკეთებ ქათმებს გამოვუშვებ. და მერე რაღაცა გეგმა არ მაქვს. ამის მერე ამას ვაკეთებ. არანაირი გეგმა არ არსებობს. იმიტომ რომ გეგმა ყოველთვის მეშლება, ამიტომ რის მერეც რა მოვა, ის მას გავაკეთებ. ესეც ესე. ერთი ხატიას უნდა ვიწერო, ჩემი ხალათი რა შვება, რომ გამოვიწერე კი არა და რომ შევუკვეთე. მეუთხარი ყველაზე გრძელი. ყველაზე ფუმფულა, ყველაზე ყველაფერი. კაპიშონით რა თქმა უნდა. რას იცავ, კაპიშონის გარეშე არ შევიცლებ. აიცადე, ესეც ესე.
მზად ვართ? მზად ვართ. აბა წავალი. ბედნიერ დღე ყველას ხალხდებო კარგად.